რა არის პრომპტინგი, ან სხვა სიტყვებით, პრომპტ ინჟინერია. პრომპტინგი არის AI-ისთვის სპეციფიური და კონკრეტული ინსტრუქციების მიცემის პროცესი, რომლის მიზანია მიიღო ახალი ინფორმაცია, ან შესრულდეს რაღაც საქმე. აი ამ ინსტრუქციებს ჰქვიათ პრომპტები, ხოლო ამ ინსტრუქციების წერის პროცესს და შექმნის პროცესს ჰქვია პრომპტ ინჟინერი. როდესაც ვწერთ პრომპტებს, ჩვენ ვაყალიბებთ AI იარაღისთვის მისაწოდებელ ინფორმაციის წყებას და ვეუბნებით თუ რისი გენერირება გსურს. სხვადასხვა AI იარაღები არსებობს და ისინი აგენერირებენ ტექსტს, სურათებს, ვიდეოს, აუდიოს ან პროგრამულ კოდსაც კი. შეიძლება არსებობდეს ისეთი AI იარაღები, რომლებიც მხოლოდ რომელიმე ერთი ტიპის საქმეს აკეთებენ. მაგალითად, მხოლოდ სურათებს აგენერირებენ. ასევე არსებობს ისეთი იარაღებიც, რომლებსაც მრავალმხრივი უნარები აქვთ და ბევრი ფორმით შეუძლიათ შედეგების დაგენერირება. პრომპტინგს შეგვიძლია შევხედოთ როგორც ხელოვნების საკეთებელ საქმეს და იარაღს, ან როგორც მეცნიერების საკეთებელ საქმეს და იარაღს, ან ზოგადად ცხოვრებაში ნებისმიერი რაღაცა ციფრული საქმის საკეთებელ იარაღს. ასე მაგალითად, საუკეთესო შედეგების მისაღებად ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რა გვსურს ან რა გვჭირდება. ეს ძალიან გავს პროცესს, როდესაც შენ გსურს შენს თანამშრომელს ან გუნდის ახალ წევრს დაავალო რაღაცის კეთება. მაგრამ სანამ დაავალებ, მანამდე უნდა აუხსნა ზუსტად რა გინდა და მიაწოდო ყველა საჭირო ინფორმაცია, რომ ის საქმე შესრულდეს, რომლის შესრულებაც შენ გინდა. ოღონდ ამ შემთხვევაში შენ თანამშრომლის მაგივრად რომელიმე გენერაციულ AI-ს ავალებ საქმეს. ან შეიძლება რამდენიმესაც ავალებდე ერთდროულად. ამ პროცესს კონტექსტის შექმნა ჰქვია და რაც უფრო მაღალი ხარისხის და ზუსტ კონტექსტს მიაწვდი, მით უფრო მაღალი ხარისხის და სასურველთან მიახლოებულ შედეგს მიიღებ. ახლა მოდით ნახოთ, როგორ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები პრომპტის წერისას და რა არის პრომპტინგის ფრეიმვორკი. ქართულად მოდით ამას უწოდოთ ჩარჩო და როგორ შეგვიძლია ეს ჩარჩო გამოვიყენოთ ისე, რომ ნებისმიერი საქმისთვის გამოგვადგეს რაღაც ერთი კონკრეტული მიდგომა, რომელსაც ყოველთვის შევასრულებთ ნაბიჯ-ნაბიჯ და ყოველთვის მივიღებთ მაღალი ხარისხის პრომპტს. ამას უკვე შემდეგ გაკვეთილში ნახავთ. თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე, ესე იგი გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტისა და პრომპტ ინჟინერიის შესწავლა. და თუ ეს ვიდეო მოგეწონა, მაშინ დაგაინტერესებს როგორ მოხდა ეს ვიდეო აქ და სად არის დანარჩენი გაკვეთილები და როგორ შეიძლება მიიღო დანარჩენი გაკვეთილები. საქმე იმაშია, რომ ძალიან დიდ ხელოვნური ინტელექტის კურსს ვაკეთებ და ეს ვიდეო იმ კურსიდან არის ამოღებული. ამ კურსზე ძალიან ბევრ რამეს განვიხილავთ. ჩვენი მიზანია არა უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ვისწავლოთ, არამედ ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ რაც შეიძლება მეტ ყოველდღიურ საქმიანობაში თუ ცხოვრებაში ნებისმიერ რაღაცაში, ასე ვთქვათ, შეძლონ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი და გაიმარტივონ ცხოვრება, მეტი ღირებულება შექმნან, უფრო მეტად პროდუქტიულები გახდნენ. შესაბამისად, პრომპტ ინჟინერიის გარდა შევეხებით უამრავ საკითხს, მათ შორის ავტომატიზაციასაც, მათ შორის სურათების და ვიდეოების გენერაციასაც და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შევეხებით კოდის წერასაც და კოდის გენერაციასაც. ვებგვერდების კეთებასაც, ვებ აპლიკაციების, მობაილ აპლიკაციების კეთებასაც. მოკლედ, დაგეგმილი რაც გვაქვს, არის რომ ალბათ შეიძლება ნახევარი წელი ყოველ კვირაში რამდენიმე ახალი გაკვეთილი დაემატება ამ კურსზე და შეიძლება კიდევ უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს, არ ვიცი, მაგრამ რეალურად ჩემი მიზანია, რომ რაცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო რესურსი შევქმნა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ამ კურსიდან რაღაც ნაწილები რაღაც პერიოდულობით საჯაროდაც გამოვა და გამოქვეყნდება ხოლმე. კურსზე ასობით გაკვეთილი იქნება, მაგრამ
რამდენიმე, ასე ვთქვათ, გაკვეთილი საჯაროდაც გამოვა, რასაც ჩავთვლი, რომ საჯარო აუდიენციისთვის საინტერესო იქნება, აი როგორც ეს ვიდეო, მაგრამ ვისაც სრულად გინდათ ამ ყველაფერზე ცდომის მიღება, სიმბოლურად მოგიწევთ რაღაცა ძალიან ესეთი კარგი ფასის გადახდა, საშეღავათო ფასი გვაქვს და სხვადასხვა დროს ფასები იცვლება ხოლმე ამ კურსზე, მაგრამ გპირდებით რომ არ იქნება რაიმე განსაკუთრებულად ძვირადღირებული არაფერი, ანუ დიდი თანხის გადახდა არ მოგიწევთ, თორე თვითონ კურსი ძალიან ძვირფასია და თან ერთჯერადად გადაიხდით ამ თანხას, არ მოგიწევთ რომ რაღაც ყოველთვიური გადასახადი გქონდეთ subscription-ის სახით და ერთჯერადად გადახდის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ვიდეოზე გექნებათ წვდომა მუდმივად იმათზეც, რომლებიც უკვე დამატებულია და იმათზეც, რომლებიც მერეც დაემატება. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებით დიდი ღირებულება აქვს აი ამ ასე ვთქვათ შეთავაზებას და მინდა რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოგცეთ საშუალება და ამიტომ ამ ვიდეოს გავავრცელებ რაც შეიძლება მეტ არხზე, Facebook-ზეც, YouTube-ზეც, TikTok-ზეც, სადაც ასე ვთქვათ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივწვდე. იმისათვის რომ მოხვდეთ ამ კურსის მკეთების პროცესში, ანუ ახლავე შეგეძლოთ რომ უკვე არსებულ ვიდეოებით ისარგებლოთ და ყოველკვირეულად ახალი ვიდეოებიც რომ დაემატება ისინიც პირველებმა მიიღოთ, უბრალოდ დაპლიუსდით ამ ვიდეოს კომენტარებში, სადაც არ უნდა ნახოთ ის და გამოგიგზავნით კურსზე მოხვედრისთვის საჭირო დეტალებს. აბა თქვენიცით, მე მჯერა რომ 2026 წელს ძალიან საინტერესო პროცესები გველის და ზუსტად ამისთვის ვემზადები პირადად მეც და ამისთვის ვამზადებ მთელ ჩემს community-საც და იმედი მაქვს რომ ის ადამიანები ვინც ახლა აღმოვაჩენთ ამ ყველაფერს ამ ადამიანებისთვისაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება ის ყველაფერი, რასაც BitCamp-ში ვაკეთებთ. აბა დროებით შევხვდებით მომდევნო გაკვეთილებსა თუ მომდევნო ვიდეოებში. იქამდე კი დაპლიუსდით კომენტარებში რომ მიიღოთ წვდომა ამ რაღაც უნიკალურ და უზარმაზარ კურსზე, რომელიც შეიძლება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს, მინიმუმ ნახევარი წლის მასალა უკვე გვაქვს, ნახევარი წლის, მაგრამ ანუ ძალიან სწრაფად იცვლება როგორც იცით. AI სამყარო, ხელოვნური ინტელექტის იარაღები ძალიან ბევრი და ძალიან სწრაფად ჩნდება და ქრება და ჩვენ მაქსიმუმს ვეცდებით რომ აი core ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რაც ყველაზე მეტად გამოადგება და წლების განმავლობაში სასარგებლო იქნება, ისინი მთელი წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, შევიტანოთ ამ კურსში და ხო, უნიკალური შესაძლებლობაა სანამ ამ კურსის კეთების პროცესში ვართ, მანამდე მართლა სიმბოლურ ფასად იქნება შესაძლებელი რომ მოხვდეთ ამ კურსზე. აბა დროებით.